ხმოსავლური ძვირფასო თანამემამულე. Αλλά შენ პატრიარქი ახსენე რომ პატრიარქის სურვილიც იყო. ეს პატრიარქის სურვილი კი არ იყო. მაგის ყველაზე დიდი სანუკვარი ოცნება იყო. მასეთი ოცნება პატრიარქს არ ქონია, აი როგორ გითხრა რა. მას შემდეგ რაც მავანმა იგუბაზე იყო ვიღაცა მესიდიეს ჩაუგდეს, იმის მერე ჩაიქნია ხელი და ფაქტიურად მე ამას გეუბნები გადამოწმებულ 10 მხრიდან გადამოწმებულ იმას რა ქვია, ახლა მაგას მოყოლას ადა, უბრალოდ ვიცი ეს რამოდენიმე პიროვნება, ის 4 მაგარი მაგაცების ზვიადი, ესე იგი მერაბი, დენიზა, შუბაძე და იდა მთვარაძე მათთან ერთად უკვე ბერი გაბრიელი და პატრიარქი ეს 6 ადამიანი ერთადერთ რამეში რაშიც იყვნენ თავიდან ბოლომდე შეთანხმებული და არავითარი აი ერთხელ არ ქონიათ არავითარი ერთმანეთში ოდნავ მაინც რაღაცნაირად წინააღმდეგობაში არ მოსულან ეს რომ პერსპექტივაში საქართველოში უნდა აღდგარიყო სამეფო დინასტია და რასაკვირველია რომ აღდგარიყო ბაგრატიონთა სამეფო დინასტია. მაგრამ თავარი მაინც მონარქიული ინსტიტუტის აღდგენაზე იყო, მაგ სოლომონ მეორეს გადმოსვენების სიტუაცია ეს მაგის კარგი მაგას ეს წავიდა დამთავრდა ეს სიტუაცია დღევანდელ დღეზე უნდა ვისაუბროთ რა სიტუაცია. როდესაც შენ ეს გააჟღერე, ხო? მე თავიდანვე აი რომ ცოტა მე მონარქიას ბავშვობიდან ვსწავლობდი რა მონარქიის იდეას და არც მონარქისტურ წრეებში ღმერთმა დამიფაროს რა მონარქისტური წრეები თუ ხარ ისა რა ქვია აი დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში მსოფლიოში და საქართველოში მოსახლეობის განწყობილებას თუ გავითვალისწინებთ ძალზედ არაპოპულარულია ეს იდეა, ძალზედ არაპოპულარულია და პრაქტიკულადაც საერთაშორისო ვითარების გამო ამ ძალიან არეულობის დრო ფაქტიურად ძალიან ძნელი მიღწევადია. და ამის უმთავრესი მიზეზი არის ის ეგრეთ წოდებული მონარქიული წრეები, რომლებიც თითქოს დააკეთებდნენ მონარქიის იდეის აღორძინებას და სინამდვილეში თავისი უბუნური ქმედობებით მე პირადად არ მინახია რომ ვინმეს მონარქიის შესახებ რეალური რაიმე ესაუბრებდა რატო არის საჭირო ეს მონარქია ვინმეს თუ აიხსნა ერთადერთი ახლა დიდად არ გეხარდა მეხატება ახლა ძალიან დიდად ერთადერთი ვისაც მეტნაკლებად მომეწონა მაინც განსჯა ამის შესახებ ეს ვასაძეს ერთხელ მოусმინე ნახვაც მინდოდა დალაპარაკება რაღაცებზე და ხო და დანარჩენმა ყველაფერი გააკეთეს რომ რამენაერად ეს მით უმეტეს ეს გააკეთეს ბაგრატიონებმა თვითონ ბაგრატიონთა სასწავლები მოხდა ჯერეთი რის დინასტიური ეს ახლა უთხრეს პატრიარქი წლოვანი იყო რა დინასტიური ქორწინება თუ ჩემი ძმა ხარ სად არის მონარქია რის უფლისწული ახლა მე იობის ესეც ვერ მივხვდი რა უფლისწული უბლისული გეყოლება თუ მონარქია გაქვს და დანარჩენი არის ბაგრატიონი ბაგრატიონთა წარმომადგენელი რომელსაც აქვს უფლება თავისი დაბადებით რომ ერთ-ერთი პრეზიდენტი იყოს სამეფო ტახტში იმ შემთხვევაში თუ მონარქია ახლა ადამიანს მოარგო ესე არ არის ასე სიტუაცია დღეის გამორეულ მით უმეტეს ყველას გახსოვს ეს თოლქმარი ეს დედოფალი მეფე ვითომ რაღაცა მონარქია არა დედოფალი და მეფე როგორ შეიძლება როდესაც ერთმანეთს გაშორდნენ რა დღეში იყვნენ დააკლეს ერთმანეთი აღმაშენებელი სისხლის მქონე ცოლქმარმა რომ რაღაცა მანქანები და ფული ვერ გეიყვეს ნუ ცუდად ხდებოდი კიდე ინფარქტი არ მივიღე პირველი ინფარქტი მაგაზინ მიდოგონი მივიღე კიდევაც მაგრამ არა ჩვენ რა ის დავით აღმაშენებელი სისხლი გირევია თამარ მეფის და მეტრე თავდადებული ნორმალური ხარ კაცო შენ რა ის მანქანაზე კივი ხარ და წივი ხარ და არა ეს შემია და ერთ შენია რა რასაკეთებდა რამ დროს მონარქი
რა თავად აზნაურების ჯგუფები ჩამოაყალიბეს, რის წრეები, რა ხალხი, ვაფშე, ხალხი იცი რა აფიქრები, რომ ამდენი მუქთამყაველი გვყავს, კაცო, უნდა უჭამო გრიტავე ყველაფერი და კიდოს ელმეტი მუქთამყაველები უნდა დაგვაჩნდა თავზე, ესა ყველაზე მეტი ხალხი ამაზეა გაწობებული. ანუ შალვა, მოდი ჩვენ ვთქვათ, ესე იგი, როგორც ეროვნულ მოძრაობას თვითონ ვითომ ეროვნული მოძრაობის ხალხით უტირესყოფა და დაანგრიეს, როგორც საპატრიარქოში ჩანერგილი ჯაღმაიძეების შორენებით ამითი ქრისტეს სახელით ქრისტეს ებრძოდნენ, ის ებრძვიან მონარქიაში თვითონ ვითომ აი მონარქია იდეას, მაგრამ ეს ახლა აგენი რო ებრძოდნენ, ზოგი შეგნებულად აგდებდა და ზოგი უცოდინარობის გავს. მე ხო ვატყობდი, ნალაპარაკები ვარ, მიკვირდა რას, სად უბერავენ. მე ესე იგი ორი გადაცემა მქონდა ობიექტივში. მონარქიის შესახებ. მაშინ უკვე ინაშვილთან არ მქონდა ესეთი ცოტა დაძაბული ურთიერთობა მქონდა. ну რა ვიცი ახლა რაღაცები ვარ მომეწოდა ალდექი მიცნობ შენმე და ვერჩერდები რა ალმაჩერებს გამჩერდები რაღაცები ვთქვი რა რასაც მომეწოდა ეს იმათარ მოეწონათ ეს როგორ ჩვენ ტელევიზიაში მაგრამ აი მონარქიაზე ახლა ვარი არ მეტყრეს დამისვა როგორი ორჯერ მე თვითონ იმყავდა გადაცემები იმის გარეშე არ მყავდა მე წამყვანი და ჟურნალისტი არ მყავდა მაგრამ დამისვეს ორჯერ ახალგაზრდა ბავშვები აი ევროპული გაერედა განვითარება და რამე და რის მონარქია რა მონარქია არ იყვნენ ცუდი ბავშვები ერთი გომართელი იყო და მახსოვს რა ჟურნალისტები იყვნენ და ახალგაზრდები ხოლო თანაც იყო 24 საათიანი აი პირდაპირ ტელეფონისთვის ვერ გავიგე მარტო მირეკავდა საფრანგეთიდან პარიზიდან და მირეკავდა სულ არ დაუმალია ნოე ჟორდანიას თანამებრძოლების შთამომავლები უჯიშოე წარმეები ახლა რა დღეში ვიქნებოდი ვიყავი ჩხუბი კივილი წივილი გამიშვი გამატარა რა ვიცი ახლა შენ იცი თქვა კიდევ მე ძალიან მაწყობს ხოლმე როდესაც დებატები და წინააღმდეგობია მაშინ უფრო ვაზროვნებ რომ არ მოგატყეს მონოლოგის რეჟიმი ამ მონარქიაზე რომ არ მოგატყო დიდად არც მაწყობს ხო და ბოლო რა რაღაცა პირველი მე მოითხოვეს ხალხმა მე აგენი ესენის ფაქტიურად ოპონირების რეჟიმში იყვნენ წამყვანები მაგრამ რა ვიცი ახლა რაღაცები ვისაუბრებ მაშინ უფრო მეტად შემოვლო საუბარი ამის შესახებ რომ არ იყო ასე ნეგატიური ახლა მე ბევრ რამეს არც ვიტყვი იმიტომ რომ იმდენად ნეგატიური დამოკიდებულება ჯერჯერობით ეს არ არის საჭირო ეს ბავშვი რო დაიბადოს 9 ვეჭირებას ვიშვიცვი აიცა მაგრამ ახლა ერთი თვის რო არის ჯერ კიდევ ნაყოფი იმის შესახებ დაბადულ ჯერ კიდევ ყველაფერი ის არის და ბოლოს ამ ორივე იმან დიქტორ წამყვანმა ბოდიში მომიხადეს სხვათა შორის ის ბიჭი გოგონა რომ ბატონო შალვა სხვანაირად არ გამიგო თუ სხვანაირი წარმოდგენა მქონდა მონარქიაზე და ალბათ ახალგაზრდა რომ ამიტომ ჩქარობდიოდა მე ასეთი კუთხით რომ მონარქიაო არც ვიცოდი თუ არსებობდა მე რა ვიცი 300-მდე ის იყო რა ქვია სარი რომ გამეგზელებია ციკლი მონარქიაზე მე უფრო გამიფუშტა კიდევ ურთიერთობა მაგრამ ცუდად ოპერაცია და უკვე მე უკვე ობიექტივში თეორიაში ვერ ვживოდი ხო და ხო ახლა რო გითხრა ესე იგი როგორ მოდი რა ახლა ისე ზედაპირულად შევეხო და მონარქიის იდეას სამი მიმართულება განვიხილოთ სამი ის ერთი ისტორიული სამართლიანობის აღდგენა და მონარქია როგორც ესე იგი მონარქიის აღდგენის ალბათობა და შესაძლებლობა იმ ქვეყანაში სადაც აბსოლუტური უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან ან თავის თავს თვლიან მართლმადიდებელ ქრისტიანებად ხდები მეორე შენ ეს ამას შეეხე სწორად შეეხე მეორე საგარეო ფაქტორი რატო აწყობს საქართველოს პერსპექტივაში ვიძახი რომ მონარქია გახდეს რა პლუსებია
ნუ მინუსებზე ოპონირების რეჟიმში თუ იქნები მას ვისაუბრებ და შემდეგ რატო არის საჭირო და შიგნით, ქვეყნის შიგნით რა უპირატესობა ექნება და რას მიაღწევს საქართველოს მოსახლეობა, ქართული სახელმწიფო, ქართველი ერი სულიერების თვალსაზრისით, მატერიალური თვალსაზრისით, სამართლიანობის თვალსაზრისით თუ მონარქია პერსპექტივაში აღდგა. იმ სიტუაციაში თუ კარგი გაგრძელდა ეს ომები და ატომები დაუშინეს ერთმანეთს, გინდა მონარქია აღდგეს და ნუ არ ვიცი, გინდა აზრი აქვს, მაგრამ მაინც მნიშვნელობა აქვს, იმიტომ შენ როდესაც კარგი დავიწყოთ. ისტორიული სამართლიანობა შესანიშნავად ახსენე, რომ 1793 წელს, როდესაც გეორგიევსკის ტრაქტატი გაფორმდა, იქ ჩვეულებრივად იმ პუნქტებში არსად არ იყო დაწელი ბაგრატიონთა სამეფო დინასტია უნდა შენარჩუნებულიყო, ეს აუცილებელი პირობა იყო. ორი პუნქტით უნდა დაგხვარებოდნენ ომის დროს, უბრალოდ ჩვენ საგარე დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოების უფლება არ ჰქონდა და სამეფო რეგალიები უნდა წამოსულიყო თავარი. ეს იყო რუსეთის საიმპერატორო კარიდან. ფორმალურად ამტკიცებდა მეფეს თითქოს სინამდვილეში ფორმალურად რა ახლა ასაკვირველია პირდაპირ მემკვიდრე როდესაც იყო ის 100%-იანი უნდა დაემტკიცებია ეს ყველაფერი. ვიცით 1801 წელს ორი მანიფესტი ჯერ პავლემ, ჯერ კიდევ პავლემ მოასწრო ეს დაწერა რომ მონარქიის გაუქმების შესახებ და შემდეგ უკვე ალექსანდრე პირველმა ნახე ახლა რა ნახეს საბაბად მონარქია როგორ გააუქმეს. აი ერეკლე მეორეს მე დიდ პატივს ვცემ როგორც პიროვნებას ამ ვინმის სალაპარაკო ამასლა 15-ის კაცი ბიჭი გამერდა იქეთ რა ვიცი კოხტაბელადი არ ვიცი გაჩეხა გამოჩეხა და ბოლოს 75-ის წანიში იბრძოდა და მაგის გაიქცა საგაშვილი გაიქცა მაგის გაიქცა მაგრამ იქ ჯოლის ველი და კი არ გაიქცა პირდაპირ შუა შეცხში შერბოდა ძლივს დაიჭირა და მართლა უნდა რომ თავი შეეკრა ფრიდრიხ დიდი როა გერმანელი ზუსტად ისე იყო რა სადაც ჩემი პრუსიელები იქ მეცუნა ზუსტად დაახლოებით ძლივს გაიყვანეს რაღაც გაკოჩეს გონია ისე გაიყო ხო და ისე გაიყვანეს მაგრამ ერეკლე მეორემ ჩემი აზრით დაუშვა ერთი შეცდომა მაგრამ რა გასაკვირია დემეტრე ერეკლე მეორემ კი არა იგივე შეცდომა დიდმა დავით აღმაშენებელმა წაუშვა ჩემთვის ღვთაებრივმა ადამიან ხო გაიგონია ეძებეთ ქალიო შერშელოფა ქალის სიმპტომი იყო ორივესთვის რა ახლა ვიცით რომ დემეტრე იმას აქვია დავით აღმაშენებელს ყავდა მეორე ცოლი ყავდა ყივჩახთა ხანის გურანდუხტიში არქვეს და იქიდან შვილი ვახტანგი შეეძინა ცვატა და იმდენად უყვარდა მას თავისი უმცროსი შვილი და აქაც ერეკლეს და გავავლოთ პარალელი დადიანის ქალიშვილი ყავდა ცოლად უყვარდა და მით უმეტეს უყვარდა შვილები ხო ნახევარი ბატალიონი ყავდა მაგრამ ყველაზე მეტად ნახდათ ღირსეული პიროვნებაც იყო ასეთი ლევან ბატოლიშვილი ახლა მორიგე ჯარის სარდალი და არ ვიცი ახლა ნახდათ ყველაზე ღირსეულად ვისაც შეელო ერეკლე მეორე საქმეები გაეგრძელებია შემდეგ ის ძალიან გაურკვეველ სიტუაციაში დაიღუპა და ამიტომაც ორივე ასეთი სამომკვიდრეო კანონი დატოვეს რომ ესე იგი გარდაცვალების შემდეგ უნდა გავხდარიყო უფროსი შვილი შემდეგ უნდა გავხდარიყო აი როგორ გითხრა აი ჭადრაკის თუ რა ვიცი აი ჯვარედული მემკვიდრეობის შემდეგ უნდა გავხდარიყო მომდევნო ძმა შემდეგ უნდა გავხდარიყო უფროსი შვილის შვილი შემდეგ ამის შვილი და ნუ ეს იყო ქალების ხო ვიდრე ხო და ამან დემეტრე პირველმა დიდად მაგაზე არ მიაქცია მამამისის მიუხედავად ვის აღმაშენებელი იყო პირველივე პრეტენზია იყო თუ არა დაიჭი თავისი ძმა ცვატა ჩააგდო დილებში თვალები დათხარა იმიტომ რომ არ ყოფილიყო დინასტიური რყევა და აქ როდესაც გიორგი მეთორმეტე დაიღუპა ატყდა მთელი კივილწივილი მართლა ატყდა რა სამეფო კარის წინაშე და აგ ალექსანდრე მეორე წერს
თავის მანიფესტში მეო ისედაც ტერიტორიები უშველებელი მაგრამ რაში მინდა ეს ახლა უკვე საბაბი იყო მიზეზი იყო რომ უნდათ რომ შემოერთებიათ რა ქვეყანა ახლა რუსები მაგარი ხვითოები რო არიან მაგას რა თუნდა ლაპარაკი უბრალოდ სხვა გზა არ გვექონდა და ველაპარაკოთ უნდა ვესაუბრო და უნდა რამენაირად რაღაცნაირად დავა შეიძლება რუსებთან საერთო ენის ახლა ამდენი წელია მიცხოვრია ხარ ახლა რუსები არიან შოუ რუსები არიან რაც მინდა მაგისტრალება იქეთ ვასწავლი მაგათ სახელებს და ფიქრის ქალაქების სახელებს ვლადიკავკაზ ვლადიმირ ვლადივოსტოკ დეუპრე თვითონ დევს მაგრამ შეიძლება რუსებთან მაგრამ რომელებიც არა აქ ეს პრეტენზია და რუსებთან ყველაზე მეტად შეგვიძლია შუა საუბარი იმიტომ რომ ერთ რაღაცას ვიტყვი რა აქ ერთი კომენტარს წერს რა ის მეფე გინდა სხვა ხო მე მინდა რაღაცის ისტორიული ფაქტის აღნიშვნა მინდა რა ხალხო მომისმენთ ეს წუთი საქართველოს არ ყოფილა გამონაკლისი ვისთანაც რუსეთს ჰქონდა გაფორმებული გეორგიევსკის ტრაქტატის ანალოგია. ასეთი ანალოგია იყო გაფორმებული ფინეთთან. ფინეთი იყო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, ფინეთს ყავდა მეფე, ფინეთს ჰქონდა თვითმმართველობა, ფინეთს ჰქონდა თავისი ფული, ფინეთს ჰქონდა თავისი მილიცია, სახალხო რაზმები და მეფე იყო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ფინეთის სამეფოში. მაგრამ ფინელებს მეფე რო გარდაიცვალა, ერთმანეთის ჭამა კი არ დაუწყიათ. მეფეს დროულად მიყვა თავისი მომდევნო, ვინც უნდა ყოფილიყო შემცვლელი. ამიტომ ერთმანეთის გატანა რო გქონოდა ქართველებს, გეორგიევსკის ტრაქტატის საბაბი არ ექნებოდა დარღვევა. არ ექნებოდა. ხო და მაგას ახლა რასაც საუბრო, აი როგორ შეიძლება ადამიანმა უკვე წინასწარ დააფიქსირო რომ არაფერი არ მithქვია. არაფერი საერთოდ აზრია ჩამომიყალიბე და უკვე საიდან იცის რომ მეფე არ მე ასეთი რამე ახლა ხალხის კატეგორია ალფაბეტის პირველი ასო ისწავლა მეორეს გადახედა და საუბრობს ალფაბეტის 32 და 33 ნუ არ შეიძლება ასეთი რაღაცა ჩემი არაბია უბრალოდ კაი დავამთავრო და ეს მაგი გამოიყენეს ვიცით 1801 წელს გარღვიუფლეს მონარქია ქართკახეთში გუბერნიად ხილისის გუბერნია, შემდეგ გადავიდნენ დასავლეთ საქართველოში, იმერეთის სამეფო ქუთაისის გუბერნია, ეს უკვე 1810 წელი იყო, 11-ში ვიცით ავტოკეფალია, შემდეგ მიყვენდა მთელი ეს სამთავროები, გააუქმეს ბოლოს წინ სამეგრელო იყო და 57-ში და 71-ში აფხაზეთის სამთავრო გააუქმეს. ასე რომ ეს სიტუაცია იყო აი ასე და ეს ჩვენ გაგვიუქმა რუსეთმა. ქართველი იშვიათად მოიძებნება სოფლიოში ისეთი სახელმწიფო, რომელსაც შეიძლება გლეხთა რაღაცა გამოსვლები, რომელსაც არასოდეს სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ არავითარი სერიოზული გამოსვლა, სერიოზულია საერთოდ ასეთი რამე არ არის ისტორიაში დაფიქსირებული, რომ მეფის ინსტიტუტის წინააღმდეგ ქართველი ერის ხალხის გამოშვა მე მეფეზე ვიძახი. ახლა მე არ ვიძახი ხანებზე, მარცბანებზე, ვალებზე, ხვდები რასაც მე ვიძახი მეფეზე. როგორც ასეთი მე არ გამიგონია ასეთი რაღაცა პირადად პირიქით. ჩვენთვის დღესაც ყველაზე სანატრელი, სათაყვანებელი, საამაყო თუ რამე გვაქვს ეს არის ჩვენი მეფეები კაც. კარგად გამიგეთ ამერიკის შეერთებული შტატების ფულად ერთეულ დოლარზე მათი პრეზიდენტების სახეებია და ჩვენთან ყველაზე მთავარ იმაში არის დავით აღმაშენებელი და თამარ მეფის სახეებია და რამდენი წმინდანად შედაცულია ჩვენი მეფეები და არ ვიცი ახლა ჩვენზე უფრო სერიოზული მეფეები ასეთ პატარა ეს ასეთი სახელოვანი მე არ მეგულება სოფლიოში რომელიმე არის რომ გავდეს მაგრამ მაგასაც დავანებოთ კაი კაცო რატო აი ასე აგდებულად რატო იძახიან მეფის ინსტიტუტის შესახებ სამ შიგა იმაზე გადავიდოდი მაინტერესებს ევროპაში ხო ცხოვრობ ზამიგო ახლა შენ ევროპაში ხო ცხოვრობ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე უფრო განვითარებული ნამდვილ აი დემოკრატია კარგი გაგებით ვიძახი აი დემოკრატიის მართლა რომ არ ვიცი აყოვებული დემოკრატიის ადამიანის უფლებები რომ ყველაზე მეტადაა დაცული ადამიანზე რომ მართლა რომ ზრუნავენ ესენი მონარქიებია განაცვალე
მოდი რა ჩამოვთვალოთ. შვეიცია, ნორვეგია, ბელგია, დანია, ესე იგი ნიდერლანდები, ანგორა, ლიხტენშტეინი, ანდორა, ლიხტენშტეინი, ლუქსემბურგი, მონაკო, ну ახლა ესე იგი ვატიკანი, მე ბელგია ვთქვი, მალტის რაინდული ორდენი, ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი, 13-ია რა მთლიანი. ხოდა ეს ქვეყნებია, ერთი რომელიმე ქვეყანა თქვა, სადაც ცხოვრების დონე არის, სადაც ბავშვები შიმშილობენ, ბავშვები შიმშილდებიან. ნუ ახლა ევროპაშიც არის ესეთი ქვეყნები, რომელსაც უჭირდა. ეს ქვეყნები ძალიან წარმატებული ქვეყნები არის. ერთმა დაწერა მანამდე ახლა მაშინა ვაიმე ამხელა წვეტა მონარქიისო და აუახლა რა იქნება. რა მონარქიის წვეტაზე საუბრობთ? ჩვენი თანაც რაშია ახლა საქმე? შენ ახლა სადა ორი ქვეყანას ვიტყვი კაცო. ნიდერლანდებში. საერთოდ ნიდერლანდებზე უფრო მაგარი მებრძოლები სამეფო დინასტიას საერთოდ არ იკარებდნენ გეზები, როდეს ყველაზე მეტად სამეფო დინასტიას ებრძოდნენ. 1815 წელს ჩამოყალიბდა მონარქია. ნიდერლანდი 1815 წელს, ბელგია 1831 წელს, ლუქსემბურგიც 1815 წელს, მე-19 საუკუნეში მიიღეს მონარქია. რა თქვენაზე საუბრობთ? პირველი კონსტიტუციური მონარქია აქ ბელგიას. პირველი კონსტიტუციური მონარქია. ვიცი. თანაც ახლა ერთი მომენტის მინდა კიდევ რომ დავაფიქსირო. აი სანამ საშინაო სიტუაციაზე გადავალ და სანამ ამაზე ვისაუბრებ რა, ახლა საგარეოზე უკვე გადავედი. 24 საათი მესმის მონარქია, მაგრამ სად უნდა მონარქი და ესენის ეს მონარქისტები ის იმის შვილია, ის იმის ბიძაშვილია, ის იმის შვილთაშვილია, ეს ვინა რა არის? საერთოდ ვერ ვცეთ და ვინა ამას უფრო დიდი უფლება 1000 წელი მე არ მაინტერესებს ის უფლება. სულ არ მაინტერესებს. თავარი იყოს რომ თუ როდისმე მოხდა მონარქიის აღდგენა, ერთადერთი კრიტერიუმი უნდა ქონდეს მას. ძალიან კარგია. აი ძალიან კარგია. თუ იქნება მაშინ ბაგრატიონთა სამეფო სისკრი, იმიტომ შენ წინა იმაზე სწორად აღნიშნე რომ ბაგრატიონთა სამეფო უნდა გავავლოთ, ესე იგი გავასწავლოთ დინასტია და გვარი. ბაგრატიონთა სამეფო დინასტია ყველაზე ძველია მსოფლიოში. არა, ბაგრატიონთა სამეფო გვარი ყველაზე ძველია მსოფლიოში. მაგრამ რაც შეეხება დინასტიას, ყველაზე ძველი იაპონიის სამეფო დინასტია, იმპერატორული სამეფო დინასტია. ესე იგი მე-6 საუკუნეში ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველი იმპერატორი ძიმუ ყავდათ, მაგათ ძიმუ, რომელზეც ახლა იაპონელები განაუბრალოდ თვლიან, მე მოსკოვში კინაღამ სამურაის ხვრითა წამაცალა. ორი ისინი მე და მომაჩემი ვიყავით იმაში რა ქვია, სასტუმრო მოსკოვში. ლუქსში ვიყავით და ესენიც ლუქსში იყვნენ, უფრო მაგარი ლუქსში იყვნენ და ორნი იყვნენ. იაპონელები, ორივე სამურაი, მაგრამ ერთ-ერთი იყო უბრალოდ სამურაი კი არა, მაგათ კლანები რო ყავთ რა, ხო იცი სამურაების კლანები, იმის უფროსი იყო ფაქტიურად დიდთავარი რა ჩათვალე და სამურაის რაღაც ისეთნაირი ხმალი და რომ ჩამოვარდა ამ სამეფოზე რამე აქეთ-იქეთ რუსულად ლაპარაკობდა, მეორე კარგად ლაპარაკობდა. საკმაოდ კარგად, ამან არ იცოდა რუსულში. შეიძლება იცოდა, მაგრამ არ საუბრობდა, ძალიან ვაჟი პერიცა იყო, მაგრამ მეგობროდი ხარ რესტორანში, ქალებში, რა ვიცი. კაი ტიპები. და რო ჩამოვარდა ლაპარაკი. ხო და ისო რა გვარეულობა ხო? რა ის გვარეულობა უნდა ქონდეს ჩვენს იმპერატორს? თუ შემის მახარო, არ იცი, ჩვენი პირველი იმპერატორი ვინ იყო? ვინ იყო ჩვენი პირველი? ძიმუ, მაი ახლა საცხადე. მე ბებია ხო იცი ვიყავდა მაგასო და ამიტარასო ომიკამიო მეუნდები. ვინა არ ვიცოდი, ვინა ამიტარასო ომიკამი, რატო უნდა ვიცოდი? ესე ზის ქალღმერთია. ხო და გამეღიმა ბიჭო.
და გეუბნები ძალიან შინაური რო ყოფილიყვნენ მე თავის გარეშე დამტოვებდა ის თავარი სამულაი გაწით და მივხვდი რაღაცა სისულელე წამოოროში აუ როგორ გამიხარდა მე ვთხარი ახლა გეხვდები ამომავალი მზის ქვეყანას რატო გიძახიან რა ისე ბებიაყოლია თქვენ პირველ იმპერატორს მაგათ რა ის გვარია მაგე თვლიან რომ მე ხალხმეთის შთამომავლები არიან ამიტომაც ერთადერთი საიმპერატორო გვარია დინასტია რომელსაც გვარი არ აქვს შეგვიძლია გაიგე რა საერთოდ იაპონელები გვარის მიმართ შალვა ახლა ამ ბოლო დროს ინფორმაცია გასაჯაროვდა რომ შეიძლება 120 მილიონო იაპონელსო ერთი გვარი გაუჩნდეს უყველასო გვარის მიმართ ეგენი ცოტა სხვანაირად არის ხოდა არ მაგრამ ეს მithumetes ქალღმერთის შვილი რა აი ერთ რამესაც მინდა გითხრა აი რო იძახია ვაიმე იაპონიის იმპერატორი აუ ეს ფორმალური რამე საერთოდ საწოდავად საწოდ შეგეცოდება ამას ლაპარაკს უსვენ იაპონელი იმპერატორზე დაგვიწერა რა დენმა მარიამ ვიღაცა ყუბანეიშვილმა რომ თქვენთან რომელი საუკუნეა და ჩვენთან ის საუკუნეა რაც ბრიტანეთია რაც ნორვეგიაშია შვედეთშია დანიაშია და ესპანეთშია არა პრობლემა არა რო დავამთავრებ ამის შემდეგაც დაწერონ და ოპონირებას დასვა შეკითხები ნებისმიერ ასე ნუ კი აზობენ შეკითხვა დასვა რო დავამთავრებ საშინო პოლიტიკასაც რატო როგორ ისთვის ამის შემდეგ დაგვისვა კაცო შეკითხვა და თუ არ უპასუხებთ და თუ დავდგებით კუთხეში ნუ გააგზავნონ მე რა წინასა რა თუნდაც ესეთი ფენომენობა აი არა ერთობია რა ესე იგი საერთოდ კონსტიტუციაში როგორ უწერიათ ხო იცი იაპონელებს კონსტიტუციის პირველი მუხლი იაპონიის იმპერატორი წარმოადგენს იაპონური ქვეყნისა და ხალხის ერთიანობის სიმბოლოს რომლის სტატუსად განსაზღვრავს იაპონელი ხალხი რომელიც ქვეყანაში ძალაუფლების ერთადერთი სუვერენია გამიგე რასაც ვიდახე მე და ჩემი მეგობარი მოსკოვში უყურებდით პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის ფიჩი იაპონელი იმპერატორის სტენაში ახლა არ ვხიტო ხო აკიხიტო ხო იყო რომელ წელში იყო 2009-ში ხო თუ არ ხო მე მგონი 2009-ში ხო როდესაც დაიღუპა და ეს რო გახდა იმპერატორი არ ვიცი ახლა შეიძლება მეშლება ამასოს ნუ მე მგონი ასე იყო და ესე იგი ესენი რო იყვნენ იმპერატორი ზის ის სახი და ეს პრემიერ-მინისტრი და მინისტრები თავარია 4-5 მინისტრი 100 არიან წახრილი წინ 100 წელში და მე და ჩემი მეგობარი ვიჯექით რბილ სავარძლებში იმდენი ხანი იყვნენ წახრილი წელში რომ ჩვენ გვეთკინა წელი ხვდები რასაც ვიდახი რა წელი ქონდათ ასეთი და ეს როგორ იცი აი სფინქსის სახით დგას ეს თუ ფორმალობა ასე ნუ არ ვიცი მე მუხლებზე გოინდა ესე იგი ხო იცი წლოვანება როგორ მიდის აი იმპერატორი რომ ის ასე კი არა 2020 იმპერატორი რო ადის ტახტზე იმის იქიდან ისყება უკვე იმის შალვა მოდი ახლა ჩვენ რა ვქნათ იცი უშუალოდ აზრობრივად განუმარტოთ აზრობრივად ეს დეტალები ძალიან აი შენ მაგალითად ახლა იობა რომ იქ გამოსვლა გააკეთა მე გული გამიშკდა გაიგე არ იყო ეს სწორი ფორმა იობის რომ დაი ვიღაცა ნახა პიროვნება აუ ეს ბაგრატიონი ეს უფლისწული აუ უფლისწული თუ ჩემი აბა ხმები რო დადის რომ იობიო უფლისწული ზრდისო და 25 წლისაო და ეს რეალობასთან ახლოსაა ო არა ეს საერთოდ გადამარტო მაგისტრის არიან ადამიანები რომლებიც კისდის მაგრამ რა უფლისწულზე საუბრობთ თქვა ვერ ხები უფლისწული შეიძლება იყოს მხოლოდ იმ სახელმწიფოში სადაც არის მონარქია სხვანაირად რესპუბლიკურ ტიპის სახელმწიფოში არ შეიძლება რომ კაცო ის მონარქია უნდა იყოს ზუგადამრიეთ კაცო არ არის ასე ადვილი ეს მონარქიის იდეა უბრალოდ მიმაყვანი მე რატო ასე შორიდან რატო ვიცი იქნება გავაგებიო ვინმეს რამეს ამ სიტუაციაში რომ ასე რომ უდგებიან რა მონარქია ვაიმე ვინ უნდა იყოს არ არის ასე აი რა სამეფო დინასტიებია მაგალითად ევროპაში ყველაზე უფრო ცნობილი დინასტიები შენ იცი რომ მე შენც კი არა მეც კი ვიცი ესპანელები ერთ-ერთი ყველაზე უფრო ამაყი და
ამაყი ხალხია ითვლებოდა ისტორიულად. სამეფო დინასტია მაგათი არის ესპანელი ბურბონები. ესპანელი ბურბონები ეს ჩვეულებრივად ფრანგული დინასტია ახლა მას ხო ვერავინ ვერ შეედავება. ბურბონები ფრანგებიდან წამოვიდა, არავინ არ იკლავს თავს, არ იქა გვიშველეთ ესპანელები ამის ვენებს არ იჩეხავენ, რატო ფრანგული გაგანია ომში იყვნენ 24 საათი. დანარჩენი მონარქიები, აი რო არის მაგალითად ავიღოთ ნიდერლანდები. ნიდერლანდებს ორანელთა დინასტია ეს მაგათია ახლა ორანელი მაინც ფლანდრიიდან და ბრაბანტიდან მაქედან მოდიოდა. რაც შეეხება მაგალითად იმას რა ქვია ბელგიას. ბელგიას აქვს საქსო-კობურ გოთური დინასტია, მაგათ გერმანული დინასტია. დანიასა და ნორვეგიას არის გლოსბურგთა დინასტია, ესეც გერმანულია, ნუ თლიანად ქვია შლეზვიგ გლოშტეინ ზონდერბურგ გლუსბურგთა დინასტია. ეს ამ ორ ქვეყანაშია. და დანარჩენში რო არ მოგატყუო გენაცვალე ვიცით ახლა დიდ ბრიტანეთში არის ვინძორთა დინასტია. სინამდვილეში ეს ვინძორები კი არ არის. ესენი არიან საქსო-კობურ გოთური დინასტია. იმიტომ რომ ეკაცო ვიქტორიას ქვარი ხო პრინცი ალბერტი საქსო-გოთური იყო და ედვარდი მერე გახდა, მაგრამ ომი რო სოფლიო ომი რო ატყდა პირველი რავარია კაცო გაგანია ომში არიან დიდი ბრიტანეთი გერმანიასთან და ამ დროს გერმანული დინასტია მართავს ქვეყანას და ამიტომაც 1915 წელს უბრალოდ ვინძორები დაერქვა ამ დინასტიას. სინამდვილეში საქსო-კობურგო არავინ არ შეცვლა, იგივე გაგრძელდა, ხო და თანაც აი წარმოიდგინე 1659 წელს ქვეყანა ადგა აჯანყდა ინგლისელი ხალხი, მე რო თქვი რომ ჩვენთან ქართველებს მე ჯერ გარე ფაქტორებს ვიხილავ და მინდა რომ რაღაცნაირად რომ არ არის რაღაც ეს მიუღებელი და სასწავლი ფორმა და ვაიმე ეს რა გვეშველება და უიმე ეს რა მოხდება 1659 წელს აჯანყდა ინგლისელი ხალხი ეს პურიტანელები და ოლივერ კროველი იყო ჩვენ კარგად ვიცით მაშინ მაგათი შეფი და გაიყვანეს ჩარლზ პირველი სტიუარტი და თავი მოჭრეს და დღეს სამეფო დინასტია და ჩვენ თავი მოვჭრეს კი არა სადაკვანებელი მეფეები ყავდა ყოველთვის მე ვინმე ამიხსნას ისტორიული სამართლიანობის კუთხით 1801 წელს ჩვენ გავიუქმეს ესე იგი ბაგრატიონთა სამეფო დინასტია ნუ მთლიანად 10-ში დამთავრდა ამის შემდეგ ესე იგი დაგვიკვრო ჩვენ რუსეთმა კოლონია ვიყავით მოხდა რომ ჩვენ გავთავისუფლდით რუსეთის ბატონობისგან მოვიპოვეთ თავისუფლება რა უფლება ქონდა ნოი-ჟორდანიასო რესპუბლიკას აგრეთა უბრალოდ ამიხსნას აი რა უფლება ქონდა თეორიაში რუსეთმა გაგიუქმა მონარქია ქართველიერი მონარქიის წინააღმდეგ არასოდეს არ ყოფილა ყველაზე ცოტა რეფერენდუმი ან პლებისციტი მაინც ხომ უნდა შეეტარებიათ ხვდები რასაც ვიდახო ხალხის აზრი ხომ უნდა გაეთვალისწინებიათ მაგრამ ჟორდანია რატო გააკეთა ეს ვინც ცოტა ჩახედულია გაცოფებული ჩამოვიდა მე შევიდა აი ამ რუსეთის მის გამო აღადგინა ეს ვის აღარ შეეკრო იმის შემდეგ არ მინდა ახლა ჟორდანიაზე ლაპარაკი ძალიან შორს აგვიყვანს მე ახლა რო არაფერი არ მომხდარა ჩემი დიდი ბაბუა ხო გითხარი პორუჩიკი იყო იმის რა ქვია მენშევიკური მთავრობის ბებიაჩემი გაგანია რევოლუციონერი ორივე თავადები იყო ხო და ისა რა ქვია შევეკითხე იყო მსგავსი რა იყო ბებია და ბაბუა ორივე იქ იყო ახლა მე 9 წლის იყო ესენი რომ არა 9 და 12 წლის ვიყავ რომ ჯერ ბაბუა მე ბები რას ლაპარაკობ მაზრაში ერთმანეთს რასა ჩამოიარავდა ხალხს შორიდან გააგებიო თბილისშიო არავინ ხალხს არაფერი არ შეეკითხა ისი აღადგა ისი რესპუბლიკა თანაც ის ხო არა რომ იყო როდისმე რესპუბლიკა იცი არა ადგა და გამოაცხა არა ერთი რამე მინდა უბრალოდ შევეკითხო მე ამას როგორ ვინც ამსეთ რამეს წერს რამ თქვინდა ქრისტიანია
გამორიცხულია ესეთი პიროვნება, რომ ნამდვილად წმენაში იყოს. ეს გამორიცხულია ჩვეულებრივად. თეორიაში გამორიცხულია. იმიტომ მირონცხებული და ღვთისკურთხეული თეორიაში ხო გამორიცხულია პრეზიდენტი იყოს. ერთადერთი მირონცხებული ღვთისკურთხეული შეიძლება იყოს მეფე, რომელიც მართლა ღმერთის მხრიდან როგორ მოხდა პირველი მეფის კურთხევა იმაში ებრაელებში. ამათ სამუელი იყო ასეთი, ნუ როგორ გითხრა, ღმერთთან ლაპარაკობდა ყოველთვის. თვითონ მართავდა მაშინ ებრაელებს. პროროკ რა მოციქული, ავიცი მე ყველაფერი არ ვიცი რა. გენიოსი პიროვნება იყო, ღმერთთან საუბრობდა. და ხალხმა მოითხოვა ებრაელმა ხალხმა, რომ ჩვენ გვინდა რომ ჩვენ ყავდასო ჩვენიო ვისო უშუალოდ ხელმძღვანელებსო. ღმერთს როდესაც უთხრა სამუელმა ასე და ასეო, ღმერთი აუბნება კაცო, ღმერთია საუბარი ჯენ გაკაცება არ მომხდარა იმის რომ ეს ბიბლიაში წერია, მე კი არ მიგოდი კაცო. მე ისო კი მაგრამ მაგათო მოუწევთო ნუ ახლა ჩემი სიტყვები გეთქვი, მორჩილებაო, საჩუქრების მიზღნეო, მეფეზეო, ომებში წაყოლაო, რამეო, აკეთიკოდო და დაფიქრდნო. შეეკითხა, არაო, გვინდა ჩვენ მეფე გვინდაო. და კაიო, მაგრამ ყველანაირად მიაქციეთ ყურადღებაო, რომ ტირანი არ დადგესო მეფე. ხვდები რასაც ვიტახი. დანარჩენი მიცა ესე იგი ღმერთმა უთხრა სამუელს და სამუელმა მეფედ აკურთხა საული. ხოსორივა, მაგრამ მე საულმა გამორეკა ესე იგი გული გასწომაზე ქონდა, ისე იქცეოდა აი სამუელს, ეჩხუბებოდა სულ ახლა ეს ამას სიტყვას ვერ უბრუნებდა სამუელს ეს საული, მაგრამ მაინც რაღაცას თავისას აკეთებდა. ამიტომაც ჯერ კიდევ საულის ცხოვრებაში, სიცოცხლეში წავიდა და ღმერთმა უთხრა, ვინც უნდა ეკურთხებია მეფე და აკურთხა. ჯერ კიდევ ეს ცოცხალი იყო დავითი, დავით წინასწარმეტყველზეა საუბარი. ჯერ რაც გოლიათი ყავდა მოკლული, არც არაფერი. ეს ღმერთისგან მოდის. გამიგე რასაც ვიძახი. მეფის ინსტიტუტი მოდის უშუალოდ ღმერთისგან. და ვინმე ამიხსნას, კაცო? პრეზიდენტის ინსტიტუტი მოდის, კაცო, მეფიდან. კარგი, ამას მოდი რა, დავანებოთ ამასაც მაშინ ერთ წუთას თავი. თანაც ახლა როდესაც იძახიან, რომ ვუიმე ეს ის ახლა სხვა დინასტიებზეც ახლა ყველა სხვებზე ახლა საფრანგეთზე გეთქვი ძალიან საინტერესო ამბავს. ანდორა ხო იცი ახლა შენ ნაყოფი ხარ ანდორაში. კალეჩენ მე ასაც მიყვებია სასწავლი ყოფილა, ხო? მაგარი. ანდორა ხო არის სამთავრო. ვინ არის იცი მთავრები? ვინა სამთავრო? სამეფოა. არა, ის სამთავროა, სამეფო პატარა, სამთავრო ხო არის. ლიხტენშტეინი რო არის, ეს ბანკი რო არის, ძლიერ იმაში ლიხტენშტეინები არიან, სამთავრო გვარია, იქ, კაროჩე, გრინვალდები არიან, იმაში, რა ქვია, მონაკოში, ლუქსემბურგში, პარმის, იქაც, ლუქსემბურგში, პარმის, წარმოიდგინე. პარმის ბურბონები არიან. იქაც ფრანგული დინასტია და აქ საჰერცოგოა იქ. რაია? საჰერცოგო. ვილიკი გერცაკ, ანრი იყო ახლა ხო არა, იქ დიდი საჰერცოგოა, ხო, დიდი ვილიკი გერცაკ. ხო, ახლა შეხედი ანდორაში. რა საინტერესო ამბავი. ჩვენ ვიცით, რომ 1799 წელს საფრანგეთში ეს რევოლუცია რამე აკეთიკე და დეიჭირეს ლუდოვიკო საცოდავი. რა ვიცი, მაგაზე აი არაფერი დიდად არ დაუშავებია და ლუდოვიკო მე-15. და 93 წელს მოჭრეს ხო თავი ცოლთან ერთად. და всё რა და იქიდან ხო გეუბნები მე რომ მქონდა დედა ამირეკა რა სიცხლი გამიშვა ერთმა ორმა კი მოაჭრეს, მაგრამ მალევე მიიღეს იმპერატორი.
ხო, მაგრამ იმპერატორი ცოტა სხვა იყო და ეს მეფეც მაინც ცოტა სხვა იყო, მაგრამ მაგაზი არა, ახლა უფრო მთავარს გეტყვი. სამეფო ხო, პრინციპში რა, თანაც ნაპოლეონი იმასაც ნაპოლეონი იყო და ხო, მაგრამ სამეფო იდეა შორს არ გაუშვიათ. რატო გითხარი ახლა ანდორაზე? ანდორას ორი მთავარი ყავს. ერთი სასულიერო პირია ესპანეთიდან. ურჟელის ეპისკოპოსია. მეორე ძალიან საინტერესო ვინმეა ისე მთავარი. მაკრონია მეორე მთავარი. საფრანგეთის პრეზიდენტი ხდება თუ არა პიროვნება, ეგრევე ავტომატურად ანდორის დიდი მთავარი ხდება. ასე რომ ძალიან შორს მონარქიის იდეა არც ფრანგებსაა გაშვებული. კარგი რა, გავანებოთ მაშინ ერთ წუთას მაგას თავი და ახლა მოდი ერთ წუთას გადავიდეთ საშინაო პოლიტიკაზე. მაქა ქვევი ჩადებული წყალქვეშა. ხო. მე შესანიშნავად ხვდები ადამიანების განწყობას, მით უმეტეს ხოვიცახი დღევანდელი მონარქიული წრეების მეშვეობით, რომ ისედაც გაწამებულ, გაუბედურებულ ხალხს ის მონარქი და ის ისა. მე უბრალოდ ერთი რამე მინდა რომ დავაფიქსიროთ. ჯერ სხვა რამე ვიფიქროთ, რა თვითონ შეეკითხო თავის თავს. მონარქია მაგალითად, ხო? ვინც კი მოვიდა აი ზვიადის შემდეგ კომუნისტური საბჭოთა რეჟიმი, ზვიადი იმას ვერაფერ ვერ მოასწრო, შემდეგ მოვიდნენ და მოვიდნენ. უფრო და უფრო ცუდს ვიღებთ, უფრო და უფრო ცუდს. უფრო და უფრო აი დახვეწილ ქართველი ერის და ქართული სახელმწიფოს განადგურების ფორმებს ვიჩვენებთ. ამ წუთას ეხლა ჩვენ ისეთ სიტუაციაში ვართ, რომ შეუქცევადი შეიძლება საქართველოს განადგურება იყოს. ბიჭო, ჰაგერ მაგალითად გამოვედი მე სიტყვა აი ყველანაირად მინდა ჯერ არ გადავალ სულ იმაზე, აი გამოვედი სახლიდან, ხო? ორი გზა არის, ერთი მარცხნივ, ერთი მარჯვნივ. და იქვე შეერთება, მანძილი ერთია. წავედი მარცხნივ. ბიჭო გამლახეს ცემეს. დავბრუნდი უკან. შევიცი პატარა რაღაცები დევიდები, მეორე დღეს ისევ ლემზით რო წავით. დამხვდენ ისევე დამჟუბოლ მაგრა დაგედგენ, ექიმი დამჭირდეს რამე აგედგენ. ჰავგე რა წავიდე ისევ ლემზით. დამხვდენი მომკლაც ისე ცემაში რომ სასწრაფო რამე ძლივს გადავჭი აგედგენ და ერთ სამოდგეში რო წამოვდი, თუ ისევ მიმართულებით წავედი. არ უნდა გამოიტანოთ ისეთი დასკვნა რომ მე სიამოვნებს რომ ცემე. როს ესე მაზოხისტი ვარ? აბა ბიჭო, წადე კაცო, წადი მარგი თუ მაგ. ახლა თავი. მე აი გული გამისხდა. როდესაც ერთორთან მისვლა მინდოდა, მაშინ თავადაზნაურე ისა რა ქვია საკრებულოები რაღაცა თავადაზნაურები რა ხდება? რა თავადაზნაურები? რა შვა მე ვერ მივხვდი. რა თავადაზნაურები? სად მონარქია? თავადაზნაურო დარბაზი. თარხანი. იქ ვიყავი, იმაზე გაუგდები, სუსტად იქ ვიყავი თვითონ თარხანი. რას რო დავინახე, კაცო? აბას რა საქმეა? ფიქრი აქაც გამოვლეჭდი, გინაღა და ჩვენ თავადაზნაურები რაღაცები აქეთ იქე და ხო, არის ციკლი კიდო მე რომ მირეკავენ იქ ობიექტივში მირეკავენ, მაგრამ ჩემში რა ვიცი, მე რატომ ეჯინიანებოდნენ ესენი თავადაზნაურებების პრივილეგიებიო და ვიჭივლე რა თავადაზნაურების პრივილეგიები, მაიგერა კიდო პირველი ღამის უფლებას აღგვადგენ. მეტი საქმეა რომ ძმაო თავისი სულიერი და ფიზიკური საქმიანობით დაიმკვიდრონ თავისი ადგილი. თუ არ შეიძლება ჯოგიერმა დიდმა თავადმა დაყიდეს გაყიდოს თქვა. რას არავითარი კავშირი არ აქვს თავადაზნაურობთან. თავადაზნაურობით ჩვენ ყავდა რასაკვირველია. როგორ გითხრა, სადაკვანებელი ხალხი აგერ შალვა ახალციხელის ყველერად არ გამიგო. რა ბევრი იყო საჩინო ბარატაშვილი პოეტები, მაგრამ
ძალიან ნეგატიური იცი პიროვნებები. გადამდე ერთი რა თუ კაცი ხარ რა ნუ გადამდე. ჩვენ ნაცი და ქოცი თავადაზნაურები არ არიან ამ ქვეყანაში? რავ, ვინდაც ვერ გამიგე. ნაცი და ქოცი არა მე შენ გეკითხები. ნაცი და ქოცი თავადაზნაურები არ არიან ქვეყანაში? საერთოდ ეს არის ის ხალხი თავადაზნაურები მით უმეტეს ახლა როდესაც ესენი აპირებდნენ რომ ხალხი რომელიც თავისი დაუმსახურებლად მოპოვებული თანამდებობებით უბრალო ადამიანების ზურგზე მუქთახორობენ, ჭამონ, ხრავენ და კიდევ განადგურებენ. ახლა დაცი და ქოცი რასაც აკეთებს, იმდენ შეიძლება თავადაზნაურობა ვერ გაკაჭავს, მაგრამ უყურე, ბოლო კანიგვა გადაცვლი და კიდევ გადაცვლა დაგრუპავს. გამიგე რასაც თავიდან შეიძლება გაუძლო. მაგრამ ერე გარ გაუძლებდა, კაი, მაგის ემაზე ვიყვირე, ვიცივლე, რა გინდათ, ვინ ხართ, საიდან მოვხდით ამ გაუგებრობაში? ხალხი ისევე გაგიჟებულია, ჩვენ ამხე, კაცო. კარგად გამიგე. კოხტის თავის შეთქმულება ხო გაგიგონია 1857 წელი იყო და 9 გმირი ერისთავი შეიკრიბა მაშინ. აი რატო ვყვები? აი როგორ უარყოფიდან მაგ მე პირადად ეს დაფიქსირებული. ესე იგი ეგარსლა ბაქურციხელი, ნუ ცოტნე დადიანი. კახაბერიძე ივანე ციხისძვარელი ჯაკელი გამრეკელი თორელი ისა რა ქვია სარგის თმოგველი ვარამ გაგელი შოთა კუპრი და თორღვა პანკელი 9 გმირი ერისთავი ხო იყო ახლა ვიცით მაშინ იმარა გააკეთა აქიდა სამმა დაამთავრა ძალიან მაინც ცუდად 9 გმირი ერისთავიდან დაამთავრა ცუდად ვიცით კახაბერიძე პირდაპირ ღალატის დამო ხელი ფეხი მოჭრეს არ თვალები დათხარეს მოვდა ეგას ამბაგურცი ხო თორღვა პანგელი მოგოლებთან ძალიან ისეთი ურთიერთობის გამო აიყვანა იმან რა ქვია ეს ის იმას დავითარიმა დათხარა და ამას თორღვა პანგეს მოგოლებთან ურთიერთობის გამო უკვე დავითარიმა აღმოსავლეთ საქართველოში მიიწვია და სულ ყველა გადაჭიხა ოჯახიანა სულ ყველა ხოლო ეგას ბაგურჩიგელი ისიც მოგოლებთან ძალიან რო შეეხუდა ჩამოეხუდა დსია ჩამეიღეს ხელიდან სემაში ლაფში ათრიეს აი სიკტიზე ვარესი იყო და შემდეგ ეგასლა ბაგურჩიგელი კოსტისთავის მისათო დაიკარგა ესე იგი 9-დან 3 მაინც უნდა დაამთავრა კარგი ეს ახლა დავანებოთ თავი და მე ახლა მე მინდა ხალხს შევეკითხო რა ადამიანებს რომლებიც ასე არის მეთია მაგალითად საქართველოში რა ორი კუთხით გავიხილოთ ახლა ჯერეთ კიდევ ერთ რამეს ვერ ხვდები კონსერვატორები ხო არიან დღეს საქართველოში ხო ასეთ ბანდია კონსერვატორები რა ვიცი თუ ძმახა დღეს საქართველოში არც ერთი იდეოლოგიური კონსერვატორები არ არის რაღაცა ესენი კონსერვატორები არ ვიცი მე მაგეთი არ არის მაგრამ გაცხადებულად ხო არიან კონსერვატორები და კონსერვატორები თავისი იდეაში მონარქიის აღდგენაზე საუბარი ეს არის უმთავრესი უნდა იყოს კაი დავაწყო მე ვიცი ამ ქვეყანაში ერთი იდეოლოგიზირებული პარტია ესაა გირჩი სხვა არ ვიცი იდეოლოგიას მე არ ვიცი ხო ახლა ყველაზე მთავარი ახლა იმაზე ვისაუბროთ რა ეს იყო ყველაფერი შესამზადებელი საუბარი რომ თლად ასე სასწაული არ არის მონარქიის იდეა სოფლიოში არიან ქვეყნები კიდევ ერთხელ ვიძახი რომლებიც აქვთ მონარქია არ არის სავალდებულო რომ იყოს მაინდამაინც ისეთი ბაგრატიონი რომ მაინდამაინც ყველაზე დიდი უფლება ქონდეს თავისი იმით ამას ისტორია გვასწავლის სამი ქვეყანა ავიღოთ სადაც ოქროს ხანას ყველაზე განვითარების ყველაზე უმაღლეს საფეხურს მიაღწია იმან რა ქვია კაცო იმას საზოგადოება საქართველოში თამარ მეფის დროს ჩვეულებრივი უზურპატორი იყო. მისი ბრალი კი არ იყო, მაგრამ რა საქმე გქონდა თამარ მეფეს, მაგრამ ტახტა. ყავდა ჩვეულებრივი ბიძა დავით მეხუთე იყო მეფე, ადრე გარდაიცვალა, პატარა ბავშვი დატოვა, ხვდები რასაც ვიდახი ეს დემეტრე. მეფე რა მე უფლისწული.
და მის დროებით ფაქტიურად რეგენტი გახდა მისი ძმა. ხო ასე იყო, ხო არ მეშლება კაცო გიორგი მესამე. შემდეგ ამა დაიღო და თავისი ქალიშვილი თვითონ თამარი იყო ამაზე გაგიჟებული. უზურპაცია მოხდა, მაგრამ წარმოედგინე რა დონეზე გაამართლა. ოქროს ხანა, მეორე. ეკატერინე მეორე. რა საქმე ქონდა ეკატერინე მეორეს? ვერ ხვდები მე. ეკატერინე მეორეს რა საქმე ქონდა იმასთან, რუსეთის საიმპერატორო ტახტთან. არა, კი იყო დედოფალი, მაგრამ თვითყოფელი მეფე, რატო უნდა გავხდარი? ერთი გრამი რუსული იყო მაგიში კაცო. ბოდიში სოფია ავგუსტა ფრედერიკა ანგალცევსკაია და ააყვავა ძმა რუსეთში სასწავლები გააკეთა ეკატერინე მეორის ბოლო მთელი ისტორიის მანძილზე ყირიმის ხანს იმას სისხლი ქონდა რუსეთში გამშრალი სისხლი ვაჰა ეკატერინამ რო რუსული საქმეები გააკეთა ისეთი რუსებს არ გაუგეთებია ყველაფერს დავანებ თურქეთი ხო დაადო ბეჭებზე იქ რამხელა ტერიტორიები წაართო მაგრამ მე ჩემთვის აი ყველა მთელი ცხოვრება რუსეთში სისხლი ქონდა გამშალი რა ქვია ყირიმის ხანს რამდენჯერ ააწიოკა რამდენ სული მას უხდიდა რა ქვია ხალხს რა იმის რა ქვია პეტრე პირველი პოლტავის ომის შემდეგ ყირიმის ხანმა თქვენ არ ჩაიგდო მოლდოვეთიდან რომ მოდიოდნენ დედაები ხო და ეს განაგა დაამარცხა უბრალოდ ეკატერინე ვაფშე გაუქმა სახანო და შეიერთა პირდაპირ რუსეთს წარმოიდგინე რა გააკეთა და მესამე რა საქმე ქონდა ხო მესამე დიდ ბრიტანეთში ელიზავეტა პირველი ყველაზე დიდი მეფე დიდი ბრიტანეთის ხო ტიუდორი არა მამამისის მაგალითი მაგრამ ის ახლა უფრო ისეთი იყო ხა მე ჩემიათ ყველაზე დიდი მაგალითი გენრიხ მეხუთე იყო და ეს მაგრამ ელიზავეტას ოქროს ხანათა აღიარებული რა საქმე ქონდა საერთოდ ტიუდორებს როგორ იყვნენ ესეთი ეს იყო ჩვეულებრივად ლანკასტერების ბასტარდული რა არაკანონიერი თამოდიოდა და უბრალოდ მე რომ იყო ამის ჩამევიდეთ საქართველოში ჩამევიდეთ საქართველოში აი ჩამოვიდეთ ამერიკა რატო კაი ჩამოვიდეთ საქართველოში და რაზე იცი რატო გეუბნები იცი მაგრამ შორს აგვიყვანს და ერთი რაღაცა მინდა ვთქვა ამათ რატო აქვს ეგეთი კატასტროფა იმიტომ რომ დღეს ოფიციალური სტატუსი ამათ არ გააჩნიათ არც ბატონის აზნაურზე ზედმეტი ახლა ლაპარაკი არც ერისთავის არც მეფის ოფიციალური სტატუსი არა აქვთ მაგრამ ამიღეთ დამისახელეთ თქვენ მე ერთი ბიზნესმენი ერთი პარლამენტარი ერთი მთავრობის ეს წარმომადგენელი რომელიც თავს რიგით მოქალაქედ თვლის ყველა თუ მოჯდება სკამზე ყველა არის ხელშეუხებელი ყველას იცავს იმუნიტეტი ყველა არის ფულის ხვეჭვით დაკავებული ყველამ უნდა მართოს სხვისი შვილები აგერ ჯარში გაუშვითო თვითონ არც ერთი შვილი არა ნამსახურები და 100 თვითონ არ არიან ნამსახურები ჯარში თვითონ კანონის წინაშე არაფერ პასუხს არ აგებენ როდესაც აღვირახსნილობის პერიოდში ძველ საქართველოში არც ერთი თავადი აზნაური არ აგებდა პასუხს და აგებდნენ მარტო გლეხები და ბატონო ხმობა არა ახლა იგი მანდამაინც მეფე უნდა ერქვას ახლა ივანაშვილს რომ მეფე არის ბატონი მიძინა და მისი ბრწყინვალებით უნდა მიემართოს მე ამას რაშუაშია სამეფო ხელისუფლება და რაშუაშია ჩარქვა აი ეს ვერ ვხვდები მე და მე ჩემს გეუბნები აი ეს ფაქშია დაფიქსირებული ანდაზები საერთოდ არის ერის და ქვეყნის აი ცხოვრების წესის მისი ამსახველი ყველაზე უფრო საკისებული სიტუაცია ანდაზა მაინც გაიხსენოთ კაცო მეფე გაგიწყრეს ჩემ შეეხვეწეო თემი გაგიწყდეს გადაიკარგებო ესე იგი სამეფო ხელისუფლების დროს ხალხის უფლებები ბევრად უფრო მაღლა იყო მეფის უფლებებია ანდაზა გეუბნება თვითონ ახლა კარგი ძალიან გლეხურად უნდა ვთქვა სხვანაირად მე მგონი ამას თუ მართლა მე რასაც საუბრობ ხალხი თუ მაგას ვერ ხვდება რატომ საუბრობ უბრალოდ ვაკეთებ პარალელს ეს სოფლიოში საკმაოდ მიღებული ფორმაა და არაფერი სასწაული არ ხდება და შხოშიანად ცხოვრობენ და არც არავის არაფრისგან არ იჩაგრება
მაგრამ კაი უფრო თლად გლეხურა მეფეა დაუშვათ მეფე ყავს მეფეს კონსტიტუციური მონარქია საერთოდ ვიცით რამოდენიმე ფორმა აბსოლუტური მონარქია არსებობს შემდეგ კონსტიტუციური მონარქია ეს კონსტიტუციური მონარქია კიდევ შენ რომლის მომხრე ხარ ხო ეს კონსტიტუციური მონარქია კიდევ ორ ნაწილად იყოფა ესე საპარლამენტო რესპუბლიკა არსებობს და კიდევ არსებობს დუალისტური მონარქია არსებობს თეოკრატიული მონარქია და არსებობს კვაზიმონარქია თეოკრატიული სასულიერო და საერო რო არის ეს იმაში და კვაზიმონარქიები ეს არის რესპუბლიკა რო ქვია მაგრამ სინამდვილეში როგორც მონარქია ისე რო მართავს მემკვიდრეობითო გადაეცემა ჩვეულებრივად რამე აგედიგედა აი ბიზნესამდე შვილს გადაცა ხელისუფლება ჩვენთანაც ჩათვალე კვაზიმონარქია მაშინ ამ სიტუაციაში ვიძახი და თვითონ თუ წავიდა კარგი ამას და მე რომის მომხრევად ავხსნი ეს ძალიან ისეთი მონარქია უნდა იყოს არცეც არ უნდა ჩვენი მონარქია უნდა ქონდეს და რატო მონარქმა თქვენი აზრით რა უპირატესობა აქვს მაგალითად ნებისმიერ მმართველთან მონარქმა მაგალითად მეფეა იცის რომ ხელისუფლება გადაეცემა დამამთავრებია ხელისუფლება უნდა გადაეცოს მის შვილს აი ცხოველი როა იმაიცის მისი შვილი მონარქმა აი თქვენი აზრით მის შვილს როგორ რას ცდილობს მონარქია შვილს როგორი სახელმწიფო დაუტოვოს და რა დაუტოვოს ხალხის სიყვარული და პატივისცემა და ძლიერი სახელმწიფო რო დაუტოვოს ეს მონარქის პირდაპირ ინტერესებში არ ჯდება აი დაფიქრდი რა მე მონარქია ადამიანია ახლა იმის პრობლემა თუ არის რომ ასეთი ერთი ადამიანი არ ინახა გასაგები ამიტომაც ერთი პრობლემა გაქვს ჩვენ ერთი ბაგრატოვანთა სისხლის მატარებელი ერთადერთი კრიტერიუმი რო იყოს ისა რა ქვია პიროვნება მაგალითად აკურთხეს მეფეთ არავითარი თავადაზნაურები არავითარი დანარჩენი ბაგრატიონები არავითარი კავშირი არავითარი პრივილეგია ეს საერთოდ გამორიცხულია შვილი ყავს პატარა მაგალითად უნდა მოხდეს რა სამეფო საბჭო უნდა შეიქმნას სიტყვაზე სამი სასულიერო სამი საერო პირისგან რომლებსაც კარგი იქნება ბერები თუ იქნება და ერთადერთი კრიტერიუმი უნდა ქონდეთ ამათაც უნდა იყვნენ პატიოსანები და უნდა უყვარდეთ სამშობლო საქართველოს უნდა უყვარდეთ და პატარა ეს უფლისწული ვინც იქნება ან დაიბადება უნდა ჩაბარდეთ მათ რომ საერთოდ ისედაც მონარქიის პლუსად ითვლება ერთი რამე საერთაშორისო სტანდარტები მონარქი როდესაც იბადება როდესაც მისი მემკვიდრეებს შემდეგ მონარქი რომ უნდა გახდეს ის იზრდება იმის შეგნებით რომ ის უნდა გახდეს ქვეყნის მეფე და ამიტომაც ისეთ თვისებები გამომუშავდება მასში რომელიც მას როგორც ქვეყნის მეთაურს შეესაბამება ბევრად უფრო მეტი აქვს მას პასუხისმგებლობის უნარი ქვეყნის წინაშე ვიდრე სხვა ვინმეს ეს უკვე იქნება იმის პრობლემა თუ ვერ ნახეთ რომ სამი სასულიერო და სამი საერო პირი პატიოსანი წესიერი ქვეყნის მოყვარული თავგანწირული პიროვნება ინახა აზრი არ აქვს მაშინ გინდა მონარქია აღადგინე და რაც გინდა ისქენი მაგრამ მე უშეფრო თუ იქნა უნდა გაზარდონ ეს ახალგაზრდა რომელიც მეფე უნდა გახდეს ამაც რა ქვია სამშობლოს უანგარო მოყვარულ ქრისტიან პიროვნება ახლა რა უფლებები უნდა გქონდეს კარგად რასაკვირველია ახლა აქ მე აბსოლუტური მონარქიის მოწინააღმდეგე ვარ მაგრამ ერთ მომენტს გეტყვი და მიმივხვდები რათი მომეწონა მომენტ აბსოლუტური მონარქია საუდის არაბეთის ჩვენ ვიცით რომ არის აბსოლუტური მონარქია საუდის არაბეთი განამარტო აბსოლუტური მონარქია ეს თეოკრატიაცაა მოვედოს ისე ჩვენი ძმები და აბსოლუტური მონარქია ამავე დროს
კატარი, ომანის და ისა რა ქვია, ჩვენი ძმა და მეგობრები გაერთიანებული არაბი. ნაჰაიანი და ეს ჩვენი ალაბარი ვინ არის კაცო, ალაბარს ხვალი ხეიყვას მოჭრიან თავს. ვიღაც ბიზნესმენი დასიზმრებია მაგას კაცო. ხო და ეს ნახე, აბსოლუტური მონარქია, თითოეული სიტყვას აქვს მნიშვნელობა. ახლა შეხედი, ახლა რა ხდება? მეფე ეს დათვლილია საერთოდ მთელი ასეთი 1-2 მოსამსახური. არაფერი პრობლემა რა 1-2. დათვლილია ნებისმიერი არჩევნები, მაგალითად პრეზიდენტის არჩევნები, ადრე ეკონომისტებმა დათვალა, ბევრად უფრო ძვირი ჩნდება, ვიდრე მეფე, დედოფალი, ტახტის მემკვიდრე, 2 შვილი კიდევ და ერთი ეს სამეფო საბჭო, მაგრამ მეძე იყო გათვლილი 6-ზე, მე ახლა არა გვაქვს შესაძლებლობა 3-3-ზე, მაგალითად საკმარისია რა მნიშვნელობა აქვს და იქ მისია ძღოლიც 1-2 დაცვა, ესე იგი ნებისმიერი პრეზიდენტის არჩევნები უფრო ძვირი ჩნდება, ვიდრე ამის ყველაფრის 25 წლით შენახვა. ერთი პრეზიდენტის არჩევნებზე ვიცხი. ხო? ნახე ახლა რა ხდება. ფაქტიურად არაფრის დიდი უფლება მაგას არ აქვს, რა ის უფლება აქვს მარტო. ჩვეულებრივი პარლამენტი ახლა თუ არ დამოწმები ვერაფერს ვეღარ. შემოbrunდი აქეთ კადრში კაცო. არა ახლა ემოციებში მომისმენ. ესე იგი ზის ეგერ მისი სავადებულო არ არის უშველებელი, კაი 1-2-3 იყოს რა ნორმალური ახლა შვედი სირცხვილია კაცო პრინციპში რა რომ რაღაც ახლა ერთოთახიან ბინაში ვაცხოვროთ მონარქი ხო ნორმალურ სახში რამე აგედეგე და არაფერში არ ერევა ჩვეულებრივად არის პრემიერ-მინისტრი რომელიც პირველი პირია ეს კაი ამზადებენ გონია აბა დროს პრეზიდენტის ინსტიტუტი ხრება ასე დროს რის პრეზიდენტის ინსტიტუტი რა საქმეა პრეზიდენტ მონარქი ხავს ეს ხრება აღარა პრეზიდენტი და არსებობს ხო პარლამენტის თავმჯდომარე ეს ფაქტიურად ოფიციალურად მეორე პირია პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად პირველი პირია მაგრამ მე ხანდახან ამას საუბრობენო რაიმე სიმბოლურია ვიმე სიმბოლური რა ხდება როგორ შეიძლება თლაც სიმბოლური იყოს აგარ მაგალითად ბელგიის მეფე და დანიის მეფე არის თარობის ხელმძღვანელი უმაღლესი მთავარსარდალი და ეკლესიის ხელმძღვანელი ისევე როგორც ინგლისის მეფე სამივე ეს არის ხო ანგლიკანური ეკლესიის თავია უმაღლესი მთავარსარდალია და მეფეა ამავე დროს როგორ ხდება კაცო უმაღლესი მთავარსარდალი სიმბოლური ვერ ხდება კაი იყოს რაც არის ამას რა უფლებები უნდა ქონდეს მინიჭებული ხალხისგან ჩემი აზრით ზის მისთვის ესენი მუშაობენ ეს არაფერში არ ერევა ესე იგი როგორც ახლა ნაკლებად ბევრად ამას რა ვაეტაზე დაინახეს ხალხმა რომ არ იქცევა სწორად პრემიერ-მინისტრი არ იქცევა სწორად პრემიერ-მინისტრთა კაბინეტი აგერ პარლამენტა გადააბეს კუდი რომელიც ფაქტიურად უნდა იყოს მაკონტროლებული და კაიშამე კაისვამე კარგათაც ერთობიან და ხალხის ინტერესებს არ იქნებოდნენ ჩაცვალეთ ხალხს მონარქია დამოკლეს მახვილი ხო იცი დამოკლეს მახვილი როა თავზე ჩამოგიდებული მაშინ ხალხმა გამოხატა პროტესტი რა თუნდა 10 დღიანი და 100 დღიანი ერთი დღე გამოვიდა ხალხი თქვენ ნორმალურები თუ ხართ უთხრა და მიმართეს მონარქს აი მაშინ უნდა ქონდეს მონარქის ცირისი უფლება მივიდეს პარლამენტში დაიბაროს მთელი ეს სასტავი და უთხრას მიზი აგერ ხალხია გამოსული არ გაწუხებდით არაფერს არ გაწუხებთ 1-3 დღის ის მომიცია რა რა ქვია იმას ისა ბოლო გაფრთხილება რო იცოდეთ ან გამოასწორეთ და დღე და ღამე ირბინეთ რომ რამდენად ხალხი დაიშალოს არაფერს სასტავს არის რომ დედას გიდირებთ გამიგერას ეს უნდა ქონდეს უფლება ხომ მოხსნით ქრიანად ყველაფერს დაგართვა და სამუდამოდ ჩაქსვათ აი ამის უფლება უნდა ქონდეს მონარქს თქვენ რასაც ვიდახი და მე ერთ მომენტსაც გეტყვი აი პარალელს გავავლებ ერთ წუთას განა იმისთვის იყო ასეთი სათაყვანებელი დავით აგვაშენებელი მარტო იმისთვის კი არ იყო რომ მან
დიდგორი მოიგო და ისეთი სახელმწიფო შექმნა, რომ დღემდე გაუძლო იობის ტანჯვა, კოლგოთა გამოიარა და სახელმწიფოებრივად დღესვე მოვიტანეთ. არც მარტო იმიტომ იყო ის ასეთი დიდი, რომ რუის კრება რომ მოიწვია და ისეთი სულიერად ისე შეკრა გააერთიანა ქართველია, რომ ქრისტეს ჯულის გამომდე მოვიტანეთ. ის იმიტომ იყო ასეთი დიდი, რომ ის თავის ხალხთან მიდიოდა. ხალხმა იცოდა, ხვდებოდა, თვითონ მიდიოდა, თვითონ შედიოდა. ხოდა ხალხმა იცოდა რატომ მოდიოდა სიმართლის გასაჩინებლად ობლების საპატრონოდ მათი ჩაგვრელების დასაჩაგრად უსამართლობის წინააღმდეგ ხო მაგრამ თავარი მათი ჩაგვრელების დასაჩაგრად და მეთის წმინდა მოვალეობა უნდა იყოს რომ ხალხის ჩაგვრელები დაუნდობლად დასაჯოს. მე მაგალითად ვარს არ ვიტყვი თუ სიმწირი დაჟა შემოიღოს თუ კორუფციაში მეორეჯერ ქვეყნისა და ერის ინტერესების გამო ნებისმიერი სხვერპლის გაღება შეიძლება. აი უკვე ფაქტიურად დავაფიქსირეთ. ესე იგი რატო შეიძლება რომ ისა ქვია მონარქი როგორ მოიქცეს? ერთ რამეს გეტყვი, რატო გითხარი? საუდის არაბეთი და ეს აბსოლუტური მონარქია რაცხა მომეწონათ. რა გააკეთა საუდის არაბეთის მეფე? საუდის არაბეთი რატო ქვია საერთოდ საუდის არაბეთი? იმის გვარეულობის გამო საუდიტები მარტავენ წარმოიდგინე ქვეყანას ქვია ამათი გვარის სახელი. ნუ რა აბსოლუტური სუპერ აბსოლუტური მონარქია. რა გააკეთა? 15-20 წლის წინ არ ვიცი ეს იყო თუ მამამისი. ყველაზე დიდი ფულიანი ხალხი დეიბარა, კაი დრო უნდა გაგატარებიოთ. ეს თელმა მსოფლიომ კილოწეველი იყო იმ დროს. მე არ ვიცი შენ ბავშვი 15-20 წლის ბაზარ შეიძლება მოსვენილიყო. თავისთან რო შეკრიბა სულ ეს მილიარდერები. თავისი ქვეყნის კაცო სხვა ქვეყნის კი არა. და კაი გაგანია ქეიფის დროს ეს შოულები აღწერილი იყო. მე თელმა მსოფლიო გეიგო შევიდა ის სპეცნაზის ოფიცრები და გამოუცხადეს. გარშემორტყმულია სპეცნაზით. კაცი შვილი სახლიდან გამსვლელი არ ახართ. რაღაც სოციალური პრობლემები შეექმნა საუდის არაბეთში ხალხს. ცოტა ფული მოახდა. და მეფე რას იძახის? მილიარდს დებო, მე პირდაპირ ეუბნება. აი 60-70 ოჯახი თითოეულმა თქვენ გადმოვა. ერთი კვირის განმავლობაში, არ ვიცი რა თუ 1-5 დღის განმავლობაში მილიარდი უნდა დადოთ. რომ ხალხის სოციალური სიტუაცია გამოუმჯობესო. თუ ხვდები რასაც ვიძახი და 1-5 დღის მერეო თუ ვერ მილე. ეს ნამდვილად გადაამოწმო. დიდხანს თქვენი ნერვები მე არ მაქვს. შემოვალ ვიდია და გაგიყვან და ძალიან ბევრს აგიგებთ ანდერძო. ყველამ გადაიხადა 1.70 მილიარდი და წავიდა სოციალურ სფეროებში ხალხის გამო. ახლა რატო არის რომ გარდა იმისა რომ ის არის უყვარ თავისი აბსოლუტური მონარქია. მე მომისმინე ახლა უცოთ ერთ რაღაცას გეტყვი. თუ ქვეყანაში სადაც ივანაშვილი წმინდანადაა გამოცხადებული. იმას ახლა უნდა მაგი ნაცქოც უნდა მე ერთ რაღაცას ვიტყვი. ჩვენ აგერ შენ ახსენე ძალიან კარგად. ფულზე, სიმბოლიკებზე გამოსახულია მეფეები, რომლებმაც ჩადეს სიცოცხლე, ენერგია ერის და ქვეყნის გადარჩენაში, შენარჩუნებაში, გაძლიერებაში. რაც რესპუბლიკად, ეგრეთ წოდებულ რესპუბლიკად გარდაიქმნა ქვეყანა. ჟორდანია იყო სულად ძაღლებული ნაბიჯვარი. წოდებული ზვიადი იყო ცოტა ხანი და არ გაახარენ კაცი და მისი ხელით მოკლდა. მის მერე შევარნაძე იყო სულაძაღლებული. სააგაშვილი იყო სულაძაღლებული. ესა სულთან ხუთავი სულაძაღლებული. ვარესი და ვარესი ხება რა. ამათ ახლა ფულზე გამოსახავს ვინმე და ერის სიკეთეს რამეს იტყვის. ამათზე კი არა თუ ჩემი ძმა ხარ ამათ სახსენებელი არ იქნება. აი ეს ამ დამთავრებია რა მე რამდენი ხანი გისმენთ. ეს არის შექმნილი პოლიტიკური ეგრეთ წოდებული პოლიტიკური და ბიზნეს ელიტა
და ქვეყანაში გვირგვინო მეფეები. არ ჭირდება ძმაო მაგათ არც მეფე. არ ჭირდება მაგათ არც არ ჭირდება მაგათ არც სახელმწიფო და არაფერი. მაგათ ჭირდებათ უბრალოდ ჩეპესე ტერიტორია. ჩვენ ჭირდება ჩემი აზრით. ო ჩვენ ჭირდება ხალხს ჭირდება. ხოდა ერთი რამე მინდა გითხრა ამ საერთაშორისო ვითარებაზე ეს ჩიგ ევროპელები რო არიან. საერთოდ ახლა ჩვენო ბედნი როსტენიკო რუსები რო იძახია ხო იცი ეს საწოდავისა და ვაიმე მიგვიღეთ თუ შეიძლება რამე აქეთ-იქეთ ევროკავშირში რა ნატო ისედაც არ მინდა. მე მინდა ერთი რამე დავაფიქსიროთ. თავიდან რატო გავაკეთე ეს შესაბამი. ევროპაში ყველაზე უფრო ძველი სამეფო დინასტია არის ბაგრატიონთა სამეფო დინასტია, ხო? ყველაზე ძველი. ყველაზე დიდი მნიშვნელობა სამეფო დინასტიებში მისი უწყვეტობა და რამდენი ხანი მოდიოდნენ და მოიმღეროდნენ ეს ბაგრატიონები. პატივისცემა ბაგრატიონთა მიმართ სამეფო დინასტიის მიმართ უნდათ, არ უნდათ როიძახია სიღრმისეული სახელმწიფო ეს როიცოდეს სინამდვილეში ზუსტად მეფეები არის როგორც ბელგიის მეფე ასე ინგლისის მეფე არ ჩანს კაცო კალმესამი ახლა რაებშალი სხვა რამე მიტაი უბრალოდ ახლა ამაზე თუ შეიძლება გთხოვოთ რა ვიფიქროთ ამის შესახებ ამ ქვეყნებში სადაც მონარქიებია მე არ ვიძახი ახლა აბსოლუტურად ევროპაში საუბრები ხშირად მიდიოდა ადრე მიდიოდა ეხლაც არის ეს აზრი რომ ნუ არის თუ არა საჭირო იქ მონარქია ხო არ გადავიდნენ რესპუბლიკურ მართვის რესპუბლიკურ ფორმაზე ახლა მინდა ერთი მომენტი აი გთხოვთ რომ ამას დაუფიქრდეთ თუ შეიძლება თუ ახლა თუ არ გაინტერესებს თუ ახლა ჯინზე ხარ სხვა ამბავია და მაგალითად ხო იმ შემთხვევაში დავფიქრდეთ რა ესე იგი ქვეყნები რატო დავასახელე ამდენი ხანი ვილაპარაკე ამაზე ერთ-ერთი ყველაზე უფრო განვითარებული ქვეყნები ევროპაში ყველა ევროკავშირი გაფუფუნებული კაცო ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძლიერი ქვეყნებია ამ დროს საქართველოში ხდება ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის აღდგენა ნუ ჯერ ერთი ხო ხვდებით რომ რამხელა რამ იქნება ეს მთელი ევროპის მონარქები არ ჩამოვიდია ეს უკვე გამორიცხულია რო არ ჩამოვიდნენ ხვდები რასაც ვიდა ეს კი არა დაბადებისდღე უძველეს მონარქიულ ქვეყანაში ეს სანის პატივისცემაზეა საუბარი კარგად ვიდა გამიგო ეს უნდა არ უნდა ჩამოვლია ხვდები რასაც მაშინ თვითონ თავის სანსაც შეურაცხყოფას აყენებენ და თავარი თუ ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკაში გთხოვთ ამას ყველაზე ყურადღებით მოусმინოთ ჩიგ ევროპელებმა მით უმეტეს თუ ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკაში რომელმაც გაიარა სამოქალაქო ომი რომელმაც ომიც გაიარა ტერიტორიები დაკარგა მოსახლეობისგან დაიცალა დაიღუპა განადგურდა იმ ქვეყანამ აღადგინა სამეფო ხელისუფლება მართვის მონარქიული ფორმა და ამ ქვეყანამ ამის შემდეგ დაიწყო წისვლა და განვითარება ეს იქნება იმის უტყუარი დადასტურება რომ ზუსტად მონარქიული წყობა არის კატალიზატორი და ეს ის ფორმა რომელიც ქვეყნის წისვლასა და განვითარებას უზრუნველყოფს და ეს მათი ტახტის გამაგრებაც იქნება და ამ შემთხვევაში შეიძლება პირველად მოხდეს რომ ქვეყნი ევროპის ეს წამყვანი ქვეყნების და არა მარტო ევროპის კაცო აგერ იაპონია ხო თქვი კანადა და ისა კანადა ვინმეს რესპუბლიკა ხო არ გონია შემთხვევით კანადა ვინმეს რესპუბლიკა ხო არ გონია სადომინაციო არის ჩვეულებრივად დიდი ბრიტანეთის მაგის და ავსტრალია ხოსორივა კაც გენერალური ავსტრალიას და ზელანდიას ავსტრალიას და ზელანდიას ზელანდია და ავსტრალია კენ 40 არა აგი მინდა ბოლომდე მივიყვანე ესა ჩემი გამოსვლისა რაღაც მეც მინდა რაღაც ის თქვა კაც ნუ ახლა ეს მიხვდა ხალხი რა ვთქვი ამ თუთას მიდი თქვი მიდი და აი უბრალოდ შეიძლება ვინმე თქვას ესე იგი პირველად მოხდება რომ თხოვნელის მაგიურად ზამიგო და ასე საწოდავად ჩვენი ამ ქვეყნების
უშუალო მონარქების უშუალო ინტერესებში იქნება ჩვენი ქვეყნის განვითარება და წინსვლა და აღმავლობა. იმიტომ ის აჩვენებს, რომ მონარქიამ გამოიწვია ქვეყნის წინსვლა და აღმავლობა და თავის ტახტს გაიმყარებენ ამით. ეს მინდა რომ კარგად დავაფიქსიროთ. კი ბატონო, ეს გარე ფაქტორის დახმარება გაძლიერება. ახლა მე მინდა ერთი რაღაცა ვთქვა. შალვა აქ მე ძირითადად ორ რამეს ვხედავ ძალიან დიდ დადებით პლუსს მონარქიის საკითხში. ჩემსას ვიტყვი და დავამთავროთ ხალხიც რა ვიცი დაიღალა თუ ისა დრო კიდე დაუბრუნდეთ ამ თემას და კიდევ იმას. მე ვხედავ ორ ძალიან ძლიერ არგუმენტს. პირველი სამეფო ოჯახი ეს არის კონსტიტუციის გარანტი და ქვეყანაში წესრიგის გარანტი. რომ ქვეყანა არ იქნება მიტაცებული არანაირი ნაცქოცური პოლიტიკანური კლანების მიერ და ესენი ვინც იქნებიან არიან მოხელეები და მოვლიან, წავლიან თუ რა იქნება თუ როგორ იქნება, თლას რო გადადგეს, მთავრობა ქვეყანაში კრიზისი არ იქნება. ეს ერთი. და თავისთავად ხალხი, დაჩაგრული ხალხი, რომელსაც გაიხედავს იქეთ ეკლესიაში წავა, ანდური დახვდება, აქ წამოვა, კაციშვილი პატრონი ყავს, მფარველი და რეალური ხალხის ომბუდსმენი და დამცველი ეყოლება მეფე. მეორე რომელსაც უფრო მთავრად ვთვლი მე. ჩემი შეხედულება არის ამ საკითხთან დაკავშირებით რა. სამეფოს ფორმა მისცემს საქართველოს საშუალებას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის. მაგაზე მინდოდა ახლა მე დავუბრუნდეთ. იმიტომ რომ მე ვიტყვი ახლა მოკლედ ვიტყვი ამას. იმიტომ რომ ზუსტად რომ დიდი ბრიტანეთის ტერიტორიული მთლიანობის გარანტი ეს არის მე სამეფო ოჯახი. ესპანეთი რომელშიც სეპარატისტული მოძრაობებია რო არ იყოს სამეფო ბასკეთი გალისია კორდობა ჩვეულებრივად შეიძლება დაიშალოს ბელგია რომელსაც აქვს კატასტროფული პრობლემები ფლომანიური და ფლანდრიული მხარე ასევე მეფის გარეშე აუცილებლად დაიშლება ეგ ქვეყნები ასევე ჰოლანდია, ნიდერლანდები. ჰოლანდიას ჩვენ არასწორად ხმარობთ ამ ტერმინს. ჰოლანდია წარმოადგენს დღევანდელი ნიდერლანდების დაახლოებით 60%, 70% რა. არ არის, ამდენი არ არის. ნუ კაი 50 ვთქვათ რა, ნაწილია. ჰოლანდიაში, ნიდერლანდებს ჰოლანდია უწოდო. ეს არის ჩვეულებრივად აკრძალული. და რაშია ეს თავარი საქმე? სამეფო ოჯახი ახდენს ჰოლანდიის სეპარატიზმის ჩაკლას და ახდენს ჰოლანდიის ერთიანობის გარანტიას. აი ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი და მთავარი ამოსავალი წერტილი არის ის რომ ჩვენ ქართულ-აფხაზური სამეფო უამრავი დინასტიური კავშირები ოსებთან იგივე სოსლანის ამბავი ეს შეძლებს საშუალებას ჩვენი პირველი მეფე, გამაერთიანებელი მეფე, რომელიც აფხაზეთში არის დამარხული, მისცემს საშუალებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისას. აი ესაა ჩემი აზრი. ესაც ჩვეულებრივად მაგაზე მინდოდა მესაუბრა, მაგრამ ნუ ახლა რა გაიჩქარობს ხალხი, თანაც ერთი რამეა კიდევ ერთ-ერთი უმთავრესი. მეფე იქნება სავსებით აპოლიტიკური. არცეთი პოლიტიკური ძალის ინტერესის არ გამოხატავს. ის არის ხალხი. ის მართლა აი პირუთვნელი იქნება იმას რაში ჭირდება რაღაც პოლიტიკური ძალების და როდესაც იცის რომ შვილი როდესაც დაიღუპა გარდაიცვალა შვილი ყავს ხო აი მონარქიის დროს არ შეიძლება რამდენჯერ უნდა შეგვეშალოს რამდენჯერ უნდა მოვიყვანოთ ხელისუფლების სათავეში რომელმაც ჩვენ მოგვატყუა ეს მომენტი უკვე ხო გამორიცხული იქნება კაცო მე კიდევ ვიძახი ავტომატურად ირიცხება ყველაფერი ავტომატურად ირიცხება რა შეეხება ხო ამ იმას რა ქვია აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ამბავს საერთოდ საქართველოს გაერთიანება ჩვენ მოგწონს არ მოგწონს პირველი ჩვენი ერთიანი საქართველოს მეფე ბაგრატ მესამე იყო და ყველაზე დიდი მონაწილეობა რომ ერთიანი სამეფო გაერთიანებული იყო ეს იყო მაშინ ქართლის სამეფო იყო ხან ტაო-კლარჯეთის ხან აფხაზეთის სამეფოს გავლენის ქვეშ
და ამ დროს იყო ზუსტად აფხაზეთის გავლენის ქვეშ და ამ დროს მეფე იყო იქ თეოდოს მეორე. ბრმა იყო, ძმამ დააბრმავა და მე მეფე გახდა, ხო და ამ იოან მარუშიძემ ყველაფერი გააკეთა, რომ იმას რა ქვია, თეოდოსეს ეშვილა ბაგრატი, შემდეგ რო დაიღუპა ისა რა ქვია, ეს რომ დაიღუპა თეოდოსი გახდა მეფე აფხაზთა, შემდეგ ტაოკლადეთის ეს რო დაიღუპა რა ქვია დავითი, შემდეგ გახდა მეფე აფხაზთა, ქართველთა კახთა, რა ეს მოხდა, ეს იყო გეტყვი ამ წუთას პირველი მეფე იყო 975 წელს და 1014 წლამდე მაგი იყო მეფე. შემდეგ უკვე გიორგი პირველმა შეცვალა ეს დიდოსტატის მარჯვენაში რო არის ბაგრატ მესამეს შვილი არ იყო მაგისი და ახლა ეს არა ასე არის ჩვეულებრივია მონარქია შეუძლია ჩადე და ძალიან ჩამოწერილია იქა მე უბრალოდ ისეთ ამბებზე ვილაპარაკე რაც ჩვენი მე მინდა რომ ჩვენ ერთი ვიდეო ლაივი უშუალოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას და სამეფოსთან დაკავშირებით ჩავწეროთ არ არის ეს ლაივი საკმარისი თან სრულ თემებს შევეხეთ სხვას და ამიტომ მე მინდა ერთი რაღაცა ვთქვა საქართველოს გამთლიანება შესაძლებელი არის საქართველოს სამეფოს ფარგლებში. ესაა ჩემი ხედვა, ესაა ჩემი შეხედულება და თვითონ ხალხმა, აი რაშია საქმე, იცი, ხალხმა თვითონ ტერმინი საქართველოს აიდან მოდის და სიტყვა ქართველი აიდან მოდის, ისიც არ იცის. არ იცის ამ ხალხმა, რომ ამ ტერმინის ფუძე არის ტაო, ქართველთა სამეფო, ქართველთა და აფხაზთა სამეფო, რომ აფხაზეთში ითვლებოდა მთლიანად მთელი დასავლეთ საქართველო და ეს ყველაფერი შეკრა სამეფო ტახტმა და სამეფო გვირგვინმა გაეწია იმერამერი. და ამის მერე მოხდა უკვე ქვეყნის გაძლიერება და გამთლიანება. შალვა, ეხლა უნდა დაგემშვიდობო. როდესაც მე ძალო შეგითხარი, მულო შენ გაიგონეო, კაცო. იაპონიაზე რო ვთქვი, რომ იმპერატორი ერისა და ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოს წარმოადგენს თქვა. იგივე უნდა ითქვა საქართველოზე, მით უმეტეს, რამდენი სისხლი იყო, ან ოსური ჩვენ მეფეებში, ან აფხაზთა მეფით იწყებოდა საერთოდ თიკობი, კაცო. მეფე აფხაზთა და მერე მოდიოდა საერთოდ სულ აფხაზთა მეფეს უძახოდნენ საერთოდ არავის და ჯერ არ არის იმენა გზად ხალხი